მარიამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს დღეს ადვოკატებმა მიმართეს შუამდგომლობით, რომ მოსამართლეს მიემართა სასამართლოსთვის, რომ ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო დუმილს ირჩევს და არაპირებს კანონის აღსრულებას, სასამართლომ უზრუნველყოს, რომ საჯაროობის პრინციპი იყოს დაცული. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა მოისმინა პოზიცია ბრალდებულებისიც ადვოკატების, რომლებიც უხსნიდნენ დღეს სასამართლოს, რომ ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე, გამჭვირვალობაზე, სასამართლო უნდა იყოს პირველ რიგში გამჭვირვალე და უნდა იყოს შესაძლებელი საჯაროობის პრინციპის დაცვა, რომ მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეს შესაძლებლობა გავაშუქოთ ხმაურიანი სასამართლო პროცესები. მოსამართლემ მოისმინა ეს შუამდგომლობა, თუმცა თქვა, რომ ის ამ შუამდგომლობის ადრესატი არ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქვს გადაწყვეტილება მისაღები და თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სასამართლოს ხდომები უბრალოდ ვერ გაიხსნება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე მესამე დღე არის, არანაირ პასუხს არ ცემს მედია საშუალებებს. ჩვენ როგორც 11-პირიან სხდომაზე, ასევე 8-პირიან სხდომაზე ვაყენებთ იმ საკითხს, რომ რაიმე უნდა მოიმოქმედოს უშუალოდ სასამართლომ იმ რეალობაში, როდესაც პასუხიც არ გვაქვს, ანუ არც დადებითი, არც უარყოფითი, რა თქმა უნდა, სასამართლოს ჩვენ ვთვლით, რომ შეუძლია მაინც იმ რეალობაში, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების და საჯაროობის უფლების გადასარჩენად ფაქტობრივად თვითონვე მოიმოქმედოს რაიმე ღონისძიება, მისცეს საშუალება მედიას, რომ შემოვიდეს და გადაღება მოახდინოს. შეიძლება ეს პირდაპირ არ გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან, თუმცა ეს არის როგორც კონსტიტუციური უფლება, საპროცესო უფლება და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაცული უფლება. ადვოკატებმა დავაყენეთ შუამდგომლობა, ვინაიდან სასამართლოს გაეკეთებინა მოეხდინა თავისუფლების მოსილების ფარგლებში აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, რომ ჟურნალისტებს აქვთ რამდენიმე დღეა უკვე დაწერილი განცხადება კანონის საფუძველზე, იმიტომ რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს, ასე ვთქვათ, ნებართვა. ძალიან საინტერესო არის ის, რომ ძალიან ბუნდოვანია თვითონ ის კრიტერიუმები, რომელიც არის დადგენილი, ცნობილი ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ რა კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასცეს ნებართვა გადაღებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, ასევე, როდესაც ჩვენ ადვოკატები შევდივართ ოფიციალურ ვებგვერდზე და გვინდა და ვცდილობთ, რომ მივიღოთ რაიმე ინფორმაცია, საერთოდ ვებგვერდი გათიშულია და ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. ასევე ამ წუთებში 8 სინდისის პატიმრის საქმეზე იკითხება ექსპერტი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წარდგენილი ვიდეო მასალები დაათვალიერა და სადა ბრალდებულების ამ ვიდეოში ამოცნობა. ექსპერტი სასამართლოს ხდომათა დარბაზში ამბობს, რომ სხვადასხვა ბრალდებული ამოიცნო ცხვირის, ნიკაპის, ყურის, შუბლის დაათვალიერებით და ამ წუთებში მიმდინარეობს ამ ექსპერტის გამოკითხვა. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოწმის გამოკითხვა არ არის ხდომათა დარბაზში, ამიტომ ადვოკატებს აქვთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამომძიებლების გამოკითხვის პროცესში გვექნება შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს, რომ ეს ხდომები გავაშუქოთ. დღეს სახელმწიფო ბრალდებას მხოლოდ ეს მოწმე ყავს მოყვანილი საქალაქო სასამართლოში, ამის შემდეგ უკვე წერილობით მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიათ.